აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი აფხაზეთი პრაღაში გამართულ საელჩოების ფესტივალზე ქორეოგრაფიული ნომრების წარსდგა. ღია ცის ქვეშ მოწყობილ სცენაზე აფხაზეთის სახელმწიფო ანსამბლის გამოსვლამ განსაკუთრებული ემოცია შექმნა. საქართველოს სხვადასხვა კუთხისთვის დამახასიათებელმა ქართული ხალხური ცეკვების რიტმმა და ტრადიციული კოსტიუმების ფერადოვნებამ მაყურებლის უდიდესი მოწონება და აპლოდისმენტები დაიმსახურა. ძალიან მნიშვნელოვანი დღე იყო და ემოციურიც იყო. დატვირთული იყო რაღაცა იცით, აი მაქსიმალიზმით, რომ აი საქართველოს უნდა წარმოვაჩინოთ, ხო და თამითმეს აფხაზეთს უნდა წარმოვაჩინოთ. იმხელა მუხტი მოდიოდა თვითონ მაყურებლიდან, ისეთი ემოციები დატვირთული იყო, რომ სამჯერ გავაკეთეთ ვისი. ის საკონცერტო სივრცე არის კიდე სხვა რაღაც ესთეტიკას მოითხოვს. აქ ცოტა თავისუფალია, ხო, რაღაცა ღია სივრცეა, რაღაც ხალხი ეინობს. მე მინდოდა რომ ეს განწყობა შეგვენარჩუნებინა სცენაზე. ძალიან მაყოფილი ვარ და მიხარია რომ გვაქვს შესაძლებლობა რომ ჩვენი აი ეს არ ვიცი ისტორია ვანახოთ ევროპას კი სოფლიოს ვანახოთ. სოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის კულტურებს შორის ღირსეულად წარმოჩინდა ქართული უნიკალური ტრადიციები და მრავალსაუკუნოვანი კულტურული მემკვიდრეობა. საელჩოების ფესტივალს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი გიორგი ძაძამია ესწრებოდა. მთელი დღის განმავლობაში პრაქტიკულად უამრავი სტუმარი სტუმრობდა აღნიშნულ ადგილს და როგორც საქართველოს ისე უშუალოდ აფხაზეთის პოპულარიზაციისთვის, აფხაზეთის თემატიკის, კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციისთვის და საერთაშორისო არენაზე გამოტანის თვალსაზრისით უაღრესად მნიშვნელოვანი იყო და დღესაც ის თამასა, ის მოლოდინი, რომელიც მათ აქვთ, გაამართლეს და საუკეთესო ნომრები წარდგნენ მაყურებლის წინაშე. 9 წლის განმავლობაში ეგეთი ემოცია მართლა არ მიმიღია. ეს იყო ყველაფერი იმდენად ეფექტურად გაკეთებული, იმდენად გულში ჩამწვდომი, რომ ვიტირე, მართლა ვიტირე. პირადად მე, როგორც ჩეხი მეუღლე მყავს და პირველი ადამიანი, ვინც ყვიროდა, ბრავო, ალბათ ეგ იყო, იმიტომ რომ მართლა ბედნიერია. ძალიან ამაყი ვარ, რომ დღეს ასეთ დიდ დღესასწაულზე ქართული ანსამბლი გამოვიდა და წარადგინა კულტურა. და ვფიქრობ, რომ ასეთი ცეკვის შემდეგ და მუსიკის მოსმენის შემდეგ ბევრს გაუჩნდება სურვილი, რომ საქართველოს ეწვიოს და ძალიან მოხარული ვარ, რომ ასეთ შეკრებებზე ვიღებთ მონაწილეობას და ვუსურვებ, რომ უფრო მეტი და მეტი გამართული იყოს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ფესტივალის სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეგემოვნებინათ ქართული ღვინო, გაცნობოდნენ კულინარიულ ტრადიციებს და შეეგრძნოთ ქართული სტუმართმოყვარეობა.